უბრალოდ თქვა ესეთი რამე, აი ძალიან ესეთი მეცნიერების ენაზეც როავლაპარაკდეთ და თეოლოგიური ლექსიკონი გვერდზე რო გადავდოთ. აი რო ხედავ აი ამ ხელა რაღაცას, აი ეს ოკეანეებს, ამ რაღაცებს, პატარა კითხვა არ უნდა მოვიდეს იმისი რომ აი ამის უკან არის მოიაზრება გონიერი არსება თუ ეს ისე თავისთავად არის. აი სასიცოცხლო არსებანი. მოკლედ როგორ შეიქმნა ეს სამყარო? თან უცნაური არის სამყარო. ჩვენ ვსწავლობთ სამყაროს და კითხვა არ მოგდეს, იცი, ამის უკან თუ დგას ვინმე. ელემენტარული კითხვა ხო უნდა დაისვას, ადამიანი ვარ, როგორ გავჩდი? აი როგორ? აი რაღაც გარკვეულ დონეზე მივდივართ, რაღაცას ვხსნით და მე ვჩერდებით და დაშვება აუცილებლად არის იმისი, აი ამ სამყაროს ყავს თუ არა პატრონი. და თუ პატრონი ყავს, როგორია ეს პატრონი და სად არის ამის შესახებ ინფორმაცია. და მე თუ მართლა ასე ეს ხილული სამყაროში შემოვედით სტუმრად და გავედით და არ ვიცი სად მივდივარ. ჩვენ ხომ არ ვიცით საიდან მოვედით. ჩვენ არ ვიყავით და გავჩდით. ისე ჩვენ მართლა არ ვიყავით, განა ვიყავით და ცხოველები ევოლუციის თეორია რო იძახის რაღაცა მარტივი ცხოველი იყავით და მე განვითარების შედეგად მივიღეთ რთული ადამიანური რაღაცა ესეთი ცხოველი. ეს ამას სხვა თეორიები იძახიან. ჩვენ არ ვიყავით და გავჩდით, როდესაც თქვათ ჩამოყალიბდა ჩვენში სახეც, ხატიც, ყველაფერიც და გავჩდით. ხო, წარსულს ჩვენ ადამიანურ წარსულს მხოლოდ იმებიდან გებულობთ რა იქ რო იყო, რა ქვია იმას. ბიბლიაში რო წერია, ვინ იყვნენ და რა იყვნენ. და კითხვა ხო ყველა ადამიანს მოზდის თავში და მეც მომივიდა ხო ჩვენ ერთ დღეს. და აი საიდან მოვედი? მე რო შემოვედი აქ ეს ვინ არის, რა არის, აი მე გასვლას ვაპირებ და ვხედავ რომ ხალხი მიდის და შესაბამისად შენც გინდა არ გინდა დასვამ ამ სიკითხეს, ყველა გავიდა შენც გახვალ. და რო გავალ ეხლა კიდე მესამე კითხვა მოდის. რო გავდივარ, სად მივდივარ? და პასუხი აქ ორია, ან გაქრობა არის, ან ყოფნა არის. აი სწორედ გაქრობის თეორიის მომხრეები მაინტერესებს. აი რა იცი რო გაქრები? ვინ თქვა ეგ რო გაქრები? გამქრალი იტყვის რო გავქრი? იქიდან მოსული გინახავს რომ კი როგორ არა? თქვენ პასუხი ნაგავ, კი იესო ქრისტე მოვიდა. როგორ არა? მე გარდაცვლილი ადამიანი აუყენებია იესო ქრისტეს, ბევრი მაგალითია ბიბლიაში. ასე რომ კითხვაზე იქიდან მოსული გინახავს ვინმეო? როგორ არა კაცო, შენ აგერ დოკუმენტი არის და დოკუმენტი გვეუბნება ამას, რომ იქიდან მოვიდა ღმერთი, განკაცდა და უცნაური წესით, არაბიოლოგიური ჩვენაერი წესით დაიბადა სული წმინდით და ამით დაადასტურა რომ იგი ღმერთია. ასე რომ კითხვაზე პასუხი გაცემულია. არის თუ არა იქით ცხოვრება, არის ცხოვრება. იქიდან მოვიდა ვინმე მოვიდა. ეხლა შენ გჯერა თუ არა? და არ უნდა ადამიანს დაიჯეროს ეგ. ამ დროს იჯერებს უამრავ სისულელეებს. თქვათ, სჯერა რომ პლატონი იყო. აი ძგინახია მოვიდა პლატონი იქიდან. შეხვდა სოკრატე. მე რამდენი წელი გაშორებს მაგას? 1400 წელი. იყავ იმასთან? არა. რა იცი რომ იყო? გვეტყვის წიგნში წერია. ხო და ამ წიგნის გჯერა და იმ წიგნის რატო არ გჯერა, რომელიც იგივე ისახის ესეც. თუ სოკრატეს არსებობა დასაჯერებელია, რატო არ უნდა დავიჯეროთ იესო ქრისტეს არსებობა? მარტივი ოპერაცია ლოგიკური, ხო? ესე იგი სიჯიუტის ჩვენ საქმე გვაქვს სიჯიუტესთან. შენ არ გინდა რაღაცა მოსაზრებთ, ესე იგი ღმერთს არ უშვებს ადამიანი, იმიტომ რომ მას პრობლემა აქვს, ეშინია მასთან ურთიერთობის, აშინებს. რომ დაუშვას გონიერი არსება, მაშინ მთელი რიგი რაღაცები უნდა გადააფასოს. ასე რომ ჩვენზე არ არის დამოკიდებული ღმერთის არსებობა. ღმერთი ჩვენს გარეშეც არის, გინდა მე დავამტკიცო და არ დავამტკიცო, ის მაინც არის. არაფერს არ წააგებს ის რო თქვა არ არის და ან რო თქვა არის, არაფერს არ მოიგებს. ორივე ჩემთვის არის. არ არის მე დამაზარალებს, არის მე ამაშენებს. ასე რომ პრობლემა ღმერთს კი არ ეხება. სარავინ არ გაქრება. სხეულიდან გამოვა სული და ჩვენთვის უჩინო შეიქმნება. ხილულ სამყაროში მოთავსებული ადამიანის თვალი ჩვენი ისეთია მოწყობილი, რომ უნდა აღვიქვათ მხოლოდ ხილული. თვალი ასეთი არის. მაგრამ ამის გარდა არის კიდე სხვა. თუ ღმერთი არ ჩაერია, იმას ვერ დავინახავ. აბა როგორ ხედავდნენ მოციქულები მაგალითად იესო ქრისტეს? განდიდებული სხეულით, აი მოციქულები ხედავდნენ, სხვები კი ვერ ხედავდა ბევრი. თუ ღმერთი დაუშვებდა, აი ისეთ სასწაულს გააკეთებდა, ჩემ ორგანოს, თვალის ორგანოს რაღაცნაირად შეცვლიდა, ისე რომ ჩემთვის გაუგებდა და დამენახებოდა. ესე იგი თვითონ მენახება. ხო, ეგ არის უცნაური. და ნახეთ, ადასტურებს, რომ რეალური პიროვნებაა და ეუბნება ერთ-ერთ მოციქულს. მოდი ხელი დამადე, სული არა ვარო. აი ესეთი აბსტრაქტული. არა, ნახ, მაქვს ხერცვე და მაჭამეთ თუ გაქვთ რამეო. შოკში მოვიდნენ ისინი. ესე იგი, ხელის შეხებით, ნახეთ, ის გზნობა, შეხება, ლაპარაკს მოისმინეს, არა, იცი რა, უნდა შევეხო ხელით. ესე იგი,
ერთ-ერთმა ორგანომ ხუთი გრძნობიდან ერთ-ერთი ორგანო იყო მხედველობა, მაგრამ ვერ ხედავს ისე თომა, რომ თქვათ აღიქვას ფორმა. მაგრამ სმენა ხო გაიგო სმენით და ამას არ დაჯერდა. არა, შევეხები და მაშინო. და დაუძახა, მოდი, შემოდი. ხელი ჩაყავი ამაშიო. ნალურს მეშინო და ხელის ჩაყოფა. და მაშინ დაეცა თომა და უთხრა უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი და კარგი რამე უთხრა იესომ, ეხ თომა, შენ იმიტომ გჯერა რომ აგერ მიხილი ხელი დაადა, ნეტარია ის ვისაც არ უხილავენ და სწამს. და ემახსოვრეთ ეს სიტყვა. ნეტარია ყველა ის, ვისაც არ უნახავს ღმერთი და სწამს. ნეტარი კიდე მაკარიოსი ბერძნული სიტყვა ქართულად ნეტარი ნიშნავს ისეთ მდგომარეობას, რომ უნაკლო მდგომარეობას, ბედნიერი ხარ. და ბედნიერება სიტყვას განმარტება არ უნდა. ყისიერად ცხოვრებაში ვიღაცას უგრძნია ბედნიერება და სიხარული და ნეტარება. აი ეს რო გრძელდება. აი წარმოვიდგინე რო გრძელდება რა, ეს ბედნიერება, ნეტარება. პირველად შეყვარებულები რო ხდებიან ერთმანეთს, დრო ისე სწრაფად გადის, რომ არავის არ უნდა დაშორება. გაჩერებულია თითქოს სამყარო და ფეხითაც დაადიან. პირველად აი ამაზე მე სადღაც განმარტოდებიან, ხამესაც ათენებენ და სულ მალე მიდის ეს დრო. აი ეს უცნაურია, აი ბედნიერება როგორ ეჩვენებათ ამას, რომ ეს ძალიან სწრაფად მიდის და ამის გაგრძელება უნდა თქო. მარადისობა არის სწორედ ეგ. ჩვენ ესე იგი მარადისობაში დრო კი არ იქნება მარადისობა, ესეთი რამე განცდაში რომ შემოდის დრო 1000 წელი გული გვიწუხს. მარადისობაში დრო აღარ იქნება, დროს აღრიცხვა აღარ დაჭირდება. შესაბამისად, მარადიული აწმყო იქნება და ეს არის მარადისობა. დროის შეგრძნება რო შემოდის, საშინელებაა. დროის შეგრძნება გვართმევს მაგალითად ბედნიერებასაც აქაც ცხოვრებაში. მაგალითად პაემაზე რო ვარ პიროვნებასთან სიტყვაზე ვიძახი და მინდა რომ დრო არ წავიდეს ხო ან რაღაცა, ან კარგ წიგნს ვკითხულობ, ან კარგ ფილმს უყურებ. დროის შეგრძნება მე ფიქსირდება, იმავე წუთში ცუდად ხვდები და გადაფარავს დროის შეგრძნების შემოსვლა იმ ნეტარების აღქმას, რომელიც ჩემ წინ არის. ხედავ, დრო ცოდვადაცემის შედეგია. და იქით დრო აღარ არის. ესე იგი არის მარადიული აწმყო. ესე იგი წარმოვიდგინეთ, ბედნიერებაში სულ გაგიგრძელოთ მარადეულ აწმყოში და აღარ ფიქსირდება ჩვენში კიდევ მეორებ დროის ათვლა. აი ესეთი მდგომარეობაა რა. ესე იგი ამიტომაც თქვა სულიწმიდამ, რომ რაც თვალს არ უნახავს, რაც ყურს არ მოусმენია, რაც გულში არ გაგვივლია. ბევრი რამე თვალს არ უნახია, ყურში არ მოსმენია, გულში არ გაგვივლია. აი ეს მოუმზადა ღმერთმა თავის მოყვარულს. ეს არის სულიწმიდის სიტყვა. ხო, ახალი აღთქმაში პავლე მოციქულის სიტყვა, რომელთა წერილი, მერვე თავი. ესე იგი, თუ ჩვენ ამის რწმენა არა გვაქვს, ახლა მოუწესრიგებელი რწმენას რა აზრი აქვს? რწმენა უნდა მოვაწესრიგოთ. და გამტკიცებული უნდა იყოს, რომ ჩვენ არა ვართ არსება გაქრობისთვის გაჩენილი. თუ ჩვენ გაქრობისთვის გავჩდით, ეს ყველაზე დიდი ტრაგიზმი არის. რაღა აზრი აქვს აბსოლუტურად ცხოვრებას. აქაც, აი აქაც არა აქ აზრი. არც მორალსა აქ აზრი. აღარა აქ აზრი ვინ კარგია, ვინ ცუდია. არა და ყველა ადამიანს მისწრაფება აქვს სამართლიანობისკენ, სიკეთისკენ. ესე იგი ადამიანი უკვდავია. და ეს უნდა გვაფიქრებდეს, თუ ადამიანი უკვდავია, მაშინ უკვდავი ადამიანი სად დაივანებს და რა არის აწმყო ცხოვრება, მოსამზადებელია უკვდავებაში შესასვლელად, თუ აქ ჩვენ ვართ და ვქრებით. ხო, ამ კითხვებზე პასუხი გაცემულია, ჯერ მარტო ფილოსოფიასაც გაუცია პასუხი, მაგრამ უფრო ცხადი და ნათელი პასუხები და ნამდვილი და რეალური არის ბიბლიაში. არ დასტურდება ის, რომ ჩვენ წინ არსებული სამყარო ეს არის თავისთავად შექმნილი. პირველი ორი თავის შექმნის წიგნი რო ქვია, ღმერთი არის ყველაფრის შექმნელი, მჭედელი. და ამ წიგნის თანახმად ყველანაირი მკითხაობა მოთხრილია. აი ასტროლოგია ხო საქართველოში ესე გავრცელებულია. ამ წიგნის თანახმად ეს არის სისულელე. როგორ შეიძლება ქმნილება, ვარსკვლავები, ღმერთის მიერ შექმნილი ქმნილება განსაზღვროს ჩემი ბედი მომავალი ცხოვრებისა. ესე გამოდის ის ღმერთია. პირველივე ორ თავში უარყოფილია ბიბლიის პირველ ორ თავში ყველაფერი, რაც დღეს სისულელები ხდება აი ამ კითხაობაში და ამ ასტროლოგია და ეგვიპტური მითოლოგია უფრო არის ვიდრე ქრისტიანული. ამიტომ არ დასტურდება ბიბლიის თანახმად, რომ სამყარო, ხილული სამყარო ან მარადიული იყოს, ან კიდე თავისთავად შექმნელი და აქედან მარადიული. ამას ყავს ავტორი. და აბსოლუტურად ტრანსცენდენტულია შექმნილი სამყაროში, არ წარმოადგენს ეს ისეთ რამეს, რომ ქვა ეს ღმერთია, ხე ეს ღმერთია. ესე იგი, სხვა სიტყვებით, ყველაფერი ღმერთია, პანთეიზმი. არ არის ესეთი რამე. ქმნილება არ არის ღმერთი. შესაბამისად, თუ ქმნილება არ არის ღმერთი, როდესაც ჯვარი მიკიდია მე ეს ქმნილება არის ჩემი. ამას რამე ძალა ექნება? ვარსკვლავს შექმნილს ძალა ექნება?
კარტი, რომელიც მე გავშალე, ძალე ექნება, რომ მკითხაობენ? ყავაში რო ვიხედებ ამას, ეს ხო ყველაფერი ჩემი ფანტაზიებია. ჩემი ლოგიკური ოპერაციების წარმოება და შეშინებულია რომელიღაცა და მე მკითხაობის სიმაღ. ეს ხომ არაფრით არ შეიძლება. და აი ელემენტარული ჯანსაღი ლოგიკას გავყვეთ რა, არ გვინდა ბევრი ფილოსოფია. თქვენ თვითონ დასვით კითხვები და თქვენ გვეგასცემთ პასუხს. ან დაბნევლობაში თუ შეხვალთ კითხვებში, მერე დაიწყებთ სხვისი პასუხების ძებნას. კითხვებს არავინ არ ასვამს და პასუხები აქვთ ეგრევე, გავქრები, არ ამწამს. ესე იგი, კაცი რო იძახის, არ ამწამს. კი არ უკლევია ეს თემა. თუ თქო შევიდგა, არ ამწამს. მე მორწმუნე არა ვარ. რა იცი? გიკვლევია შენ თვითონ ეგა? მაშინ ეხლა რა საყდრობა, ესე იგი, შენი ურწმუნოება გამიშალე. კაცი რომელიც იტყვის მე არ ამწამსო, მე იმას მოусმენ, აი რა იცი რო არ აგწამს. დარწმუნებული ხარ შე რო არ აგწამს? იქნება სიჯიუტი, ახირებულობა. როგორ მოაზროვნე ადამიანი ხარ და ელემენტარულად კითხვები არ გაშალე ეს თემა? შენ თვითონ მიხვალ იმ პასუხამდე რომ დაუშვა გონიერი არსება სამყაროს მიღმა. ეს სხვა არავინ არ არის თუ არა ღმერთი. ხო და ახლა საინტერესოა ის მიატოვა სამყარო თუ ინსტრუქციაც მოგცა ცხოვრებისა. განსაზღვრა წარსულში როგორ იყო კაცობრიობა, აწმყოში როგორი ვარ და როგორი ვიქნები. ასეთი რაღაცები წერია ბიბლიაში. აბა რისთვის კითხულობს ადამიანი ამას? ჩვენი ისტორია ესა და ღმერთის ისტორია. ღმერთის თვისებებია, ესა და ჩემი წარსულის აწმყოს და მომავლის. აი რატო უნდა იცოდეს ადამიანმა ეს დოკუმენტი? ეს დოკუმენტია დაბადების მოწმობა ღმერთის და ჩემი. დაბადების მოწმობა, ჩემი რწმენა, როცა ლაპარაკია ჩვენ კრებით სახელი, ჩემი ადამიანის რწმენა, ეყრდნობა ამ დაბადების მოწმობას. ცხოვრებაში ხო გვაქვს ჩვენ დაბადების მოწმობა, ის ვერ დაიჯერებს ვერავინ. მე სიტყვით არავინ არ დაგიჯერებთ, რო გითხრათ, რამდენი წელისა ხართ? არცეთ ადმინისტრაციულ დაწესებულებაში შენ სიტყვით პასპორტი მომეცი. დაბადების მომენტ ჩაიხედავენ და აქედან რწმენა აქვს. ესე იგი, საბუთი ადასტურებს შენ დაბადების თარიღს. ასევე ღმერთის არსებობას ადასტურებს ის მოწმობა დაბადებისა, რომელსაც თვით წიგნი ქართულად დაბადება ქვია 66 წიგნიდან პირველ წიგნს დაბადება. ეს არის ყველაფერი ხილული სამყაროს დაბადება და დამბადებელი არის ღმერთი. და როგორ შეიძლება ასე სულელურად დაასრულოს ცხოვრება ადამიანმა, მოვედით ვიფუსფუსეთ, გამოვიტენეთ სისულელეებით თავი, რომელიც არ გვჭირდება. ჩვენ ისეთ ცოდნასაც ვიღებ, ამ ცოდნით პურსაც ვერ ეჭამს ბევრი. ძალიან ბევრი განათლებული ხალხი რა პროფესე, იმით საჭმელს არ ეჭამს. სხვა რაღაცებს აკეთებენ. პროფესორი შეიძლება სამშენებლობაზე მუშაობდეს, ექიმი შეიძლება პიცას ატარებდეს. ძალიან ბევრი ხელოვანი მუშაკებიც, რეჟისორებიც, სულ სხვა რამეს აკეთებენ, ვიდრე თავის სპეციალურად მოკლედ ძალიან ბევრი ფულს ვერ აკეთებს, ხო? ოჯახს ვერ ინახავს. რა არის ეს აბსურდული ცხოვრებაში ვართ ჩვენ და ბერდებით და მერე სულელური პასუხებიც გვაქვს. იცი არაფერი არ არის. აბა იქიდან ვინმე მოვიდა? კაცო, შენი ყოფნა არ ყოფნის საკითხი წდება. არ გაინტერესებს? რა პროცესი ეს? რა არის? სიკვდილი რა არის? გაინტერესებს? და რატომ ხდება მანდამე სიკვდილის აი ამ ცნების ასოცირება და იდენტიფიცირება გაქრობასთან? აი საიდან აქვთ? რა იცით რომ გაქრებით? საწერი, აი საწერიოთ მაჩვენებთ, აბა წიგნი გარდა საბჭოთა კავშირის იმ იდეოლოგიისა მარქსიზმი რო იყო, თუმცა მარქსიზმის ლიტერატურაში სიკვდილის სიცოცხლის პრობლემა არ არსებობდა. სიკვდილის პრობლემა არ არსებობდა. ვერ ნახავთ საბჭოურ ლიტერატურაში ამ თემაზე ვინმეს რამე ეწეროს. ახლა საბჭოთა კავშირში სენეკა არავინ არ იყო. სიკვდილზე და იმებზე ფიქრობდნენ ანტიკური ფილოსოფიის ყველა წარმომადგენელი. რა იყო ეს, რაობა იყო და იკვლევდნენ ამას და მივიდნენ იმ რაღაც აზრამდე რომ ცხოვრება გრძელდება. ადამიანი თავის არსებობას აგრძელებს ხილულიდან უხილავში. შესაბამისად არის ორი სამყარო. ხილული სამყარო და უხილავი სამყარო. ღმერთი ხილულ სამყაროში არ არის. შესაბამისად არ არის ქვა, არ არის ხი, არ არის. ღმერთის ხილული სამყაროს გარეთ დგას და ამას ქვია ესეთი ტერმინი ტრანსცენდენტალურია, ტრანსცენდენცია, ესე იგი შექმნილი სამყაროს გარეთ დგას. ეხლა თუ ტრანსცენდენტალურია და დროისა და სივრცის მიღმა დგას. არ ექვემდებარება დროს სივრცეს. აქედან ყველგან არის. როცა დროს და სივრცეს არ ექვემდებარები, ყველგან ახარ. შესაბამისად, ღმერთი ყველგან არსებულია. შესაბამისად, ინტელექტი ამოუწურავი აქვს, აბსოლუტური ცოდნის მატარებელი. აი აბსოლუტური ცოდნის მატარებელი ქმნის სამყაროს და აქ ათავსებს ადამიანს და არა მარტო ამას. და იწყება ცხოვრება და მერე შემოდის ტრაგედია. ცხოვრებაში ხო არის რა? ლიტერატურაში ტრაგედიებიც, კომედიებიც და ათასი. აი ის ტრაგედიის საწყისები მოცემული არის მესამე თავიდან.
რამ განაპირობა ესა და ჩვენ დავბნელდით. დავიკარგეთ, დავშორდით ღმერთს და კავშირი გაწყდა. სიკვდილი ყოფილა შემოქმედთან კავშირის გაწყვეტა. პირველი სიკვდილი. მერე ამას მოყვება სინთეზირუა ახლა სიცოცხლე, მატერიის და სულის ერთიანობა, ახლა ამას შეეხო მატერიას და არ ეხება რაც ღვთიურია, სული. იმას სხვა თვისებები აქვს, ჩვენ არ ვიცით რა, მერე გავიგებთ. აი ამას შეეხო მეორე სიკვდილი, ფიზიკური. და გარკვეული პერიოდის მერე ჩემი სინთეზირებული სიცოცხლე დაიშალა. ერთი ხილული რაც არის გამოდის, რჩება ხილულ სამყაროში, მიწაში მიწათი ქცევა, რაც არ ჩანს უხილავი იქით გადადის. იქით ნიშნავს რა? ხილულიდან უხილავში. შეიძლება აი აქვე იყოს, მაგრამ მე ვერ ხედავდე. ისევე როგორც ანგელოზები არიან და ჩვენ ვერ ხედავთ. ანგელოზები არიან, ბიბლია ადასტურებს ანგელოზს და შეიძლება ოთახში იყოს ანგელოზი და თქვენ ამას ვერ ხედავდეთ. ვერანაირად, მაგრამ არიან. ესე იგი, ერთ სივრცეში, ერთ იმაში მოცემულობაში არის მეორე. ხილულში არის უხილავი. მოიცავს ისევე როგორც ჩვენ მატერიალურ სხეულში გვაქვს სულიერი არსება არის გამომწყდეული. ერთია, მაგრამ ორია. ხო, თვალით ხედავ ერთია. მაგრამ რასაც ვერ ხედავს ის რა არის. ამიტომ დაშლის პროცესი სიკვდილი დაშლა რო არის, გამოცალკევება. გამოდის ერთი უარგისი და რაც არის ის რჩება და აი იმას სჭირდება ღმერთთან ურთიერთობა. აი რატომ არის ადამიანისთვის ღმერთი და არა ცხოველისთვის. ადამიანს სჭირდება პატრონი. ჩვენ შექმნილი ვართ მისი სახე და ხატი ღმერთისა აქვს მხოლოდ ადამიანს. და ეს მაშინ უფუნქციო გახდა, როდესაც ღმერთის სიტყვა დავარღვიეთ ადამიანმა და ევამ. და დავიბადეთ ამ ღმერთის სიტყვის დარღვეულ ადამიანების საშოში და ესე კაცობრიობამ დაიწყო სვლა ესე. შემოვდივართ დაბადებით მკვდრები, ესე იგი ღმერთს დაშორებული და ვიძახით, ღმერთი არ არის. რა თქმა უნდა, მკვდარი ხარ და იტყვი არ არის. ღმერთს დაშორებული ხარ. რო დაშორდები პიროვნებას იტყვი რომ არ არის. ასე რომ გამოცხადება იმისა, რაც შენ არ გინახია, არ მოგისმენია, არ არსებულად ეგ სწორია. იქნებ აღიარო რომ შენ ახარ გონება შეზღუდული. შენი თვალები შორს ვერ ხედავს. მირიადი ბარსკვლავებია, ყველაფერს ხედავ. იმ ზესაც ვერ დაინახავ 150 მილიონი საშუალოდ დაშორებულია დედამიწას, 150 მილიონი კილომეტრი. წარმოიდგინე, ვერ მოიაზრებთ ამას. შენ კი ვერ ხედავ. ის მოდის სხივი შენ თვალზე აირეკლება და გონია რა ახლოა თვარე. 20 მეტრაში ვერ ხედავს ადამიანები ვერაფერს. 20 მეტრაში და მთვარეს და მზეს ხედავს. იმიტომ რომ ის მოვიდა ჩემთან თვალით, ეს სხივი მოვიდა და აინთო. რა უცნაურებაა ხო დედამიწაზე რა? გაუცდებით. არ შეიძლება, იცი, კითხვები დასვათ, წახვიდეთ და არ გაგაუცოთ იმას, რომ არა რა, სამყაროს პატრონი ყავს. ამიტომ იმ პატრონის გაცნობაა საჭირო. და დამშვიდდებით, დაწყნარდებით და დარჩენილ ცხოვრებას ხილულ სამყაროში გაატარებ გემრიელად და თან ისეთი რწმენით, მომავლის რწმენით. მომავლის რწმენით, რომ შენ აკრძელებ სიცოცხლეს მაღალ ხარისხში. დაბალი ხარისხი უნდა გაიცვალოს მაღალ ხარისხში. იესო ქრისტემ სწორედ ჩვენი დეფექტი აიღო და ეს უხარისხო არსება ხარისხიანად აქცია და გვითხრა, ჩემში ყველა გარდაცვლილი აღდგება და იქნებათ მაღალ ხარისხში, განდიდებულ სხეულში, რომელსაც ენტროპია აღარ შეეხება. ხო, ამის წარმოდგენაც კი, აი, ჯერ ლოგიკურადაც ძალიან ლამაზია და თქვათ ლიტერატურაც რო იყოს, ხო ლამაზი ლიტერატურა. ლამაზია რა. არა და ეს რეალობაა. რეალობა თავიდან ბოლომდე. აბა თუ ამას მე წამართმევთ, მაშინ სხვა მკითხვას, რა აზრი აქვს ცხოვრებას? რისთვის მოვედი? და მე თუ მეტეს სახელმწიფო და მორჩილება კანონის და სიყვარული და მერდგულება, რა ჯანდაბათ მინდა ესენი? ყველა თუ გაქრება. ვიღამ გაიგოს ვინ ყოფილა კარგი, ვინ ყოფილა ცუდი. როგორ გავიგოთ ჩვენი საქმეები სწორი იყო თუ არა? გაქრა ცუდი ადამიანიც, გაქრა კარგი ადამიანიც. აქ გასაგებია, კაი ადამიანი მჭირდება, ცუდი არ მჭირდება, მაგრამ ბოლო თუ ორივეს ერთი აქვს. მე ეს რაღა არის? სად არის შეგრძნება იმისა, რომ შენ რასაც აკეთებდი კარგი იყო? მე როგორ გავიგო მე ცუდს ვაკეთებდი თუ კარგს? ბოლოს ხო ყველამ უნდა გაიგოს. ვინც ტრაბახოს მე კაი ვარ. აი როგორ შეხვდები იმას, ხო გაიგებ? რა გააკეთე, როგორ გააკეთე. ცუდ შესაბამისად, შენი ნებით ხო უნდა წახვიდე იმ ადგილზე, ადეკვატურ ადგილზე, როგორც შენი ფსიქოლოგია. და ხო არის ესეთ რეალური ადგილი ჯოჯოხეთი. ხომ არის ასევე სანიტარო ადგილი 64, ქართულად 64, ხო? ადგილი მდებარეობა, რაღაც სამეფო. სადაც ღმერთია, სადაც არიან ის ადამიანები და დამთავრდება ყველაფერი. მოხდება გაყოფა.
ცუდი ადამიანებისთვის უნდა იყოს ერთი ადგილი, კარგისთვის, მოკლედ ურწმუნოებისთვის ერთი ადგილი, მორწმუნოებისთვის ერთი ადგილი. აბა ისე აზრი არ აქვს. ნახეთ ლოგიკურადაც როგორ ნახეთ ზუსტია. სხვა თეორიები არის სისულელე. ომს წარმოშობს სწორედ ეგ. და რაც დრო გავა, უფრო და უფრო გაჯიუტება კაცობრიობა, მაგრამ ეგ არ არის პრობლემა. თვითონ ირჩევს ადამიანი საწავიდეს. ამიტომ ვერავინ ვერ გაიმართლებს თავს. ვერავინ ვერ იტყვის, იცი მე არ ვიცოდი. რა არ იცოდი, შეიძლება არ ქონდა ბიბლია წაკითხული, მაგრამ ღმერთი რო იყო. ეგ ვერსად ვერ შეიმეცნე? აბა დახედე შენ ხელებს, ფეხებს, ვინ ახარ? აბა სამყაროს შეხედე. კითხვა არ დასვი? ნუ თუ ასეთი ტულ ხარ. ეგ ძაღს არ მოეკითხება, ხომ? ცხოველს არ მოკითხავს ღმერთი. არაფერს. ის მთლიანად დეტერმინირებულია. მაგრამ ჩვენ ხო თავისუფალი რაღაცა გვაქვს პატარა დატოვებული, აი დაფიქრების უნარი. არჩევანის უნარი გვაქვს? არჩევანის წინაშე ვარ. არის ღმერთი თუ არ არის? აი, ასეთი საკითხია. არის ღმერთი? აი, არჩევანს ვიღებ. ან უნდა თქვა ხო, ან უნდა თქვა არა. ასე რომ არჩევანი განსაზღვრავს ჩემს საბოლოო ბედს. ვიტყვი არ არის, ისეთი არის ბოლო ჩემი. ვიტყვი არის, ისეთია. ესე იგი ვიტყვი არ არის, ღმერთს დავშორტების მარადისობაში და მართლა არ იქნება და დავიტანჯები, ვიტყვი არის და ღმერთთან ვიქნები და ნეტარი ვიქნები. ამ ინფორმაციას გვაწვდის ბიბლია უფრო დაწვრილებით. და რომ ჩვენი აზროვნება გავასწოროთ და გაფორმდეს ჩვენი ცნობიერება და ამას ეწოდოს ღვთაებრივი ცნობიერების მატარებელი ვიყოთ, უნდა ვიკითხოთ აი საღვთო წერილი. ჩავიხედოთ, გადავხედოთ რა არის, შევამოწმოთ და მოხდები აქ სასწაული. და ერთ დღეს, როდესაც მოვა დრო, დაუცილებლად მოვა, ჩვენ დავტოვებთ ამ ქვეყანას. ქვეყანას, რომელიც იმთავითვე იმის გამო, რომ ენტროპია შეეხო მატერიასაც, ეს უნდა დაიწვას. დაიწვება. მთელი სასაფლაო, დედამიწა ხო სასაფლაო. და ჩვენ ცხოვრობთ სასაფლაოზე. ვსეირნობთ სასაფლაოზე. მოყოლი რამდენი ხალხი მიწას ქცეული. საწავიდნენ ესენი, გაქრნენ. ეს გაქრობა რა არის? თვითონ ტერმინი წარმოგიდგენიათ გაქრობა. ეს რაღაც აი გაუაზრებელი ტერმინი. არ ვიცი, აი ქრება არა მე კი დარწმუნებული ხართ. რა ვიცი, მე არ ვიცი ასეთი რამე თუ არა, აი არა და გაქრობა და რაღაც ამ დაგვარ. არ მესმის ადამიანი როგორ უნდა გახდეს არა. პირიქით არა იყო და შემომიყვანა და ეხლა ისევ არა თუ მაქცია. ეს მეთამაშება ღმერთი კაცო. არ ვიყავი და გამაჩინა და მე ისევ არ ყოფნაში თუ გამისტუმრა. ეს ჩვენზე გამოდის, ჩვენზე кайფობს. არ ვიყავი და ყოფნა კაი რამე. გამაჩინა. გამაჩინა არა არ ყოფნისთვის, არამედ ყოფნისთვის და დამისახა აი ესეთის, აი ამ ყოფნას ექნება უმაღლესი ნეტარება თუ ღმერთის ნებით იმოძრავებ, იაზრებ და იცხოვრებ. თუ არა და გააგრძელებ ცხოვრებას ღმერთის გარეშე და დაიტანჯებიო. ასე რომ ბიბლია გვეუბნება ტანჯვაზე და ნეტარებაზე. ადამიანი ირჩევს თვითონ ტანჯვას და თვითონ ნეტარებას. ჩვენზეა დამოკიდებული. ესე იგი, სახეზე არის არჩევანის თავისუფლება. ეს ქონდა ადამიანსა და ევასაც. მათ შეეძლოთ ვარი ეთქვათ სატანისთვის დიალოგში. და არ დაერღვიათ ღმერთის მიცემული პირობა. ხო, მიზანს აცდენა, ხო, მაგას ქვია ცოდვა, ხო, მიზანს აცდენა, ხამარტია. მიზანს. ჩვენ ისე ვართ შექმნილი, დამიზნებული ვართ, ღმერთისკენ დამიზნებული. მორწმუნე არის ღმერთისკენ დამიზნებული. იყო მორწმუნე გწამს ცოცხალი პიროვნება ღმერთის, რომელიც გიყურებს, გისმენს, აბსოლუტურად ყველაფერი იცის შენზე წინ და წინ და გელოდება. უყვარხარ ძალიან მაღალ დონეზე და სიყვარულით არის სამყარო შექმნილი. ცოდვა დაცემული სამყაროშიც კი შეიგრძნობა ეს. და ეხლა ჩვენ ვხედავთ მკრთალათო პავლე იძახის. მერე კი ცხადად გავიგებთ. ეხლა ჩვენი ცოდნა შეზღუდულია. მერე უფრო გაიზრდება. მე არ ვიცი თქვენი, მაგრამ მე რო პატარა რაღაცას გავიგებ, ისეთი სიამოვნება მაქვს, მეტი რო არ შეიძლება და ეხლა ეს რა შედარება იქნება იქ რომ მერე საერთოდ აი ტანჯვა აღარ დამჭირდება წიგნების კითხვა და რაღაცა. ცოდნა რო ეგრევე ღმერთიდან მოდის. ეხლა ჩვენი ცოდნა რა არის წიგნებიდან, გამოცდილებიდან, ამ წმენა დაკავშირებული, აი უნდა დაიჯეროთ ან მერე იქ წმენა აღარ დამჭირდება. იქნება სიყვარული და ცოდნა. ცოდნა რომელიც პირდაპირ მოდის, აი ნაკადი მოდის, აი უმაღლესი ღვთაება ცოდნა უშვებს ჩემთან ცოდნას. რა მაგარი ნეტარება იცით ეგა? ეხლა მე მაწუხებს რომ ბევრ რამე არ ვიცი. შეზღუდულია ჩემი გონება. ხო, იძულებული არ დაუჯერო ვიღაცას, რა გარანტია რომ არ მომატყუოს. ტანჯავს რა, რომ გვატყუებენ ადამიანები და ვიტანჯებით. იმიტომ რომ ასაღებენ ცოდნეთ თავს და დაუჯერეთ, ეს მიყოფილა. ნებისმიერი საგანი, მეცნიერებაც გვატყუებს, ისტორიკოსები გვატყუებენ.
ხანესია ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები და დავიტანჯეთ ამ ძიებაში. არადა ყველა ადამიანს მისწრაფება ცოდნისკენ აქვს. ცოდნა მართლა ათავისუფლებს ადამიანს. და ეს ჭეშმარიტი ცოდნის მატარებელი და მცოდნე თვითონ ღმერთია და თუ ამას მე მოვწყდი, მის გარეშე ჩემი ცოდნა არ დამტანჯავს, ამიტომ ღმერთს მოწყვეტილი ცოდნა ტანჯვას იწვევს. ამიტომ წერი ეკლესიაში რომ кто умножает знание, умножает и скорбь. ვინც ამრავლებს ცოდნას, მწუხარებასაც ამრავლებს. ესე იგი დამატებული აქვს, საჭირო უნდა დავამატოთ. ღმერთს მოწყვეტილი ადამიანი ცოდნას რო ამრავლებს, დატანჯულია. ღმერთში კი ცოდნა მაგარი რამეა. ამიტომ შევიარაღეთ ღმერთის ცოდნით, რომ ვერაფრით ვერ გავიგოთ, დამილაგო, ვინ დამილაგებს ამას, ვინ არის დამლაგებელი. უამრავი წიგნი წავიკითხე, ფილოსოფიის ისტორია, ფსიქოლოგია, დავიყარე, გადავეშვი ამ წიგნებში, საკუთარი ბიბლიოთეკა შევიქმნი, მოძრავი ბიბლიოთეკა მქონდა, მივდივარ, ახალაც. მაგრამ რა არიცი, რაღაცა ურთიერთგამომრიცხავია, ესეც კარგია, ბიჭო, ესეც მაგარია. ნახე ეს რას იძახის. აქეთ ის რელიგია, ესეც ბუდაც მაგარი რაღაც, ინდუიზმიც მაგარია. აგერ ყურანიც არაფერს უც არ ლაპარაკობს. ხახ, რომელია სწორე? რა თქმა უნდა, აჯებს ანთალია თავში. და ეს მართლა იწვევს ტანჯვას. ამიტომ სწორია ეკლესიასში, ხო? ვინც ამრავლებს ცოდნას, წუხილსაც ამრავლებს, დარდსაც ამრავლებს. ასე ყოლის მცოდნეობა ღმერთს მოწყვეტილი ტანჯვას იწვევს. ამიტომ ცოდნა ღმერთიდან არის. ამიტომ ვისაც ღმერთი უყვარს, ღმერთი მასთან მიდის და ასწავლისო, წერია კორინთელთა წერილებში. პავლეს წერილი კორინთელთა მიმართ პირველი, მერვე თავი. ეს არის ჩემთვის ძალიან კარგი ადგილები, როცა ხშირად უტრიალებ ამ თემებს და უფრო და უფრო აღმოჩენებში ვარ ხოლმე. ესე იგი, რა მოუწურავია საღვთო წერილი სიბრძნის თვალსაზრისით, მე გაოცებული ვარ. ახლა წარმოიდგინეთ, ასაკიანი კაცი ვარ. არ ვარ პატარა ბიჭი, რომელიც ახლა ჰორმონალური იმეებით არის დეტერმინირებული და ჯერ კიდე ამიტომ ვიძახე მამაოები 20 წლის მამაო და 16 წლის ბიჭები გამოხდება თეოლოგიაზე. შვილოსა, განახავ 5 წლის მერე ერთი შენ რა ვინ იქნები და რა იქნები. ეხლა სუბლიმაციაში ხარ შენ, ტყემალზეზე ხარ, ხო? შემიძლია ასე უთხრა. მოჭაბუკო ბიჭებს რო ვითამ კოხტა პრუწაობენ. ასაკი ცხოვრებისეული გამოცდა შევიძინეთ, ხო? და გადავხედეთ ამ საკითხებს, მივყვებით და რო ვკითხულობ, გზა და გზა, იცი ამას უფრო და უფრო რო აღმოჩენ, რომ იცი რაღაც არ გწოდნი ეს. ჭეშმარიტად მართლა მოუწურავია ეს წიგნი. წიგნები არის, რომელიც ერთხელ რო წავიკითხე, მეორედაც ავიღე, რა ეს ხო ისე გავწიე გვერდზე. ამან პირიქით ავიღე თავს ჩამარტყა. არიცი. კიდე მოდი. მუდმივად ესე გეუნება, მუდმივად იკვებე, მუდმივად ჭამე, მუდმივად. ერთი ფრაზა აიღე, იაზროვნე. ერთი ფრაზა. მართლაც ერთი ფრაზა მჭირდება, ჩავიხედო და გავჩერდე. საკვებია. არა პურითა ხოლოდ ცხონდების კაცი, არამედ ღვთისპირიდან გამომული სიტყვითა. იესომ ასეც მოიშორა სატანა, ხო გახსოვთ? ქვევი პურებად აქციო. ხო, გახსოვთ რა უთხრა მან? არა მხოლოდ პურითა ცხონდების კაცი. არამედ ღვთისპირიდან გამოსული. ეს არა მარტო მატერიალური რაღაცა კეთილობად. ცხონება ხდება ღვთისპირიდან გამოსული სიტყვით და ეს ხომ საღვთო წერილი არის. ნებისმიერი ადგილი რო გადაშალოთ. ეს ისტორიული ადგილები იქნება რეალური ისტორიული. ერთი კარგი მსჯელობა შემოგთავაზე ერთი არის ბრიჯესი, ესეთი პიროვნება არის და ერთ-ერთი დავის დაჩაზე თუ სადღაც იჯდა და ყოველწლიურად ესე იგი რაღაც გეგმიური საკველას თავისი მიდგომა ბიბლიასთან და ვკითხულობდი და დღეს რა გაზაფხული იყო და დაემთხოვო რიგით უკვე პარალიპომენს კითხულობდა და იოშაფატისა და იმის ისტორიებზე მთელი აზრები აეშალა და სტიმული იყო ამის აზრებში შესვლა ამ სულიწმინდისა და აემან ადგა და კალამს ხელი მოკიდა და მთელი ეს განწყობები ერთ წიგნად დაწერა. მე ხომ ჯერ არ ესეა. ნახეთ, აი იჯდა იქ და კითხულობდა ამას. თან მზე ჩადის, განრიგით მოუწია პარალიპომენამდე მივიდა, წლიური კითხვა ესე არის. თვე ამას კითხულობ მეორე თვე იმას და ეხლა ამას ეს ივნისში თვე იყო და აი პარალიპომენი და დაემთხო და ის ერთი თვე ეს უნდა იკითხოს, ხო და მე იმ საკითხებთან რომ მივიდა, ჰოპ და დაიწყო აზრმა დინება. ესე იგი, როგორც იტყვიან, აზრების დინამიკამ დაიწყო მოძრაობა და ამის გადმოღრაა საჭირო, რომ გააცნო ადამიანს ეს ბიბლიიდან. ახლა როგორ მუშაობს სულიწმინდა ადამიანში? აი რატო ვარ რეფორმატორების მომხრე, რომ ბიბლია უნდა იკითხოს ადამიანმა რა? არ გჭირდება სხვა ადამიანები ჩვენ, აი მღვდლები. დიდი აქ დახმარება გაგვიწიოს, ვისაც მეტი პრაქტიკული გამოცდილება აქვს წიგნთან ურთიერთობის. მასწავლებელი ისე იგი. არა წმინდანი და არა წმინდანი არის ყველა ქრისტიანი. თუ თქვენ ქრისტე იწამეთ, როგორც თქვენი მხსნელი, კიდევ ვიმეორებ, ბევრჯერ გამეორებია, თქვენ ხართ წმინდანი. ბიბლიდან ესეა. და თუ თქვენ ესე არ გჯერათ, მაშინ თქვენი პრობლემაა ეგა.
ქრისტემ გაეკრა ჯვარზე, იმიტომ რომ თქვენ გაეწმინდავებინეთ. და ვინც აღიარებს იესო ქრისტეს მხსნელად, ის წმინდანია, გაწმინდავებული, გამართლებულია. და თქვენ კიდე საზიაროთ დადიხართ და სანთლებს ანთებთ, რატო აკეთებთ ესეთ რამეს? შეურაცხყოფას ქრისტეს რატო აყენებთ? აბა რა გააკეთა იმან ჯვარზე? რა რო ჩემი ცოდვილი ბუნება, ცოდვილი რომელიც არაფერს არ იმსახურებდა, არაფერს შეკევა, გაიტანა და რისხვა დაიტეხა. ესე იგი ამარიდა იმ რისხვას, რომელსაც მე მეკუთვნოდა. ახლა ქრისტიანი სიკვდილით რო გადავა ამ რისხვას აგარიდებს ღმერთი. აღარ იქნება რისხვა ჩვენზე ვითარცა წეულ ცოდვილ ადამიანზე. და შესაბამისად ჩვენ მივიძინებთ, გარდავიცვლებით. გაიცვლება ერთი ცოდვილი სამყარო აი იმ სამყაროზე, სადაც ღმერთი არის და ღმერთმა თქვა, ჩემთან იქნებით რა. ავაზაკები არა ვართ ჩვენ დანაშაულის გამო გაგვაკრეს დაგვსაჯეს სიკვდილით. და ეუბნება ავაზაკს. ამას გადმოგცემს ლუკა მახარელი, ამაღამ ჩემთან იქნები. მომიხსენიეო რა, ჩემთან იქნები. ხო, ეს იესომ თქვა რა ფიგურალურად? ამიტომ ქრისტიანი როცა გვდება სიკვდილის წინაც რო თქვას ესეთი რამე, აი ღმერთო იესო მომიხსენიე რა, შენი ჭირიმე შემიდე. ის ფრაზა ისმის, ამაღამ ჩემთან იქნები. და ხოლო რაჯობია ვიყოთ იმასთან, ვინც სამყაროს შექმნა. და არა სამყაროს ინტერპრეტატორებთან. ინტერპრეტატორებია ყველა მეცნიერი, აი რაღაც ფაქტებს გაანალიზებენ და ერთმანეთს ეკამათებიან. ერთი ფაქტია და სხვადასხვა აზრი. მე მაინტერესებს ვინ შექმნა ეს, აი იმასთან მივიდეთ და ჩვენი გონებას ის გაასწორებს. ასე რომ დამამშვიდებს მე რომ არ გაქრება. აუცილებლად გააგრძელებს ყოფნას და თუ აქედან არ გაარკვია როგორ ყოფნას გააგრძელებს, შეიძლება ცუდად იყოს. მაგრამ არ გაქრება. არავინ არ გამქრალა და არ გაქრება. ღმერთი არ აჩენს სიცოცხლეს რომ გაქროს. ეს არის აბსურდული ცნება. როგორ უნდა გაქრეს, რომ თქვა რომ შევქმნათ არსება ჩვენს მსგავსებად და ხატად. ესე იგი ის აკრობს თავის მსგავსებას და ხატებას. ეს არის აბსურდი. თავის თავს სპობს ჩვენში, ჩვენ ხომ რაღაცა პატარა მინიატურული წარმომადგენელი ვართ ღმერთის თვისებებისა. მსგავსება სწორედ მაგაშია სამართლიანობას, მიზრეკილება რო გვაქვს, სიყვარული, მეგობრობა, რაღაცა ეს ცოდნა, ყველაფერი. ეს ღმერთის თვისებებია. იმას აბსოლუტური გაგება აქვს ჩვენ ნაწილობრივი. ჩვენ ნაწილობრივი ვართ სამართლიანი ვართ, ნაწილობრივი ვართ მოსიყვარულე. ის აბსოლუტური არის, უცდომელია. მით უმეტეს როცა ცოდვად დავეცით, უკვე სხვა მიმართულება მიიღო ჩვენმა სამართლიანობამ, ტენდენციური გავხდით. ჩვენმა სიყვარულმა, გამოყენების თვალსაზრისით გვიყვარს ადამიანი. თუ არ გვადგება, მოვიშორებთ. ერთგულება კიდე მაწყობს ერთგულება, არ არის და წათიშენის ყველაფერი. აი ეს თვისებები საიდან არის? აგერ ბიბლია გვეუბნება ამ თვისებების შემოქმედზე, თავად ღმერთზე და იესო ქრისტემ ყველაზე კარგად წარმოადგინა მამა. იმიტომ რომ მან თქვა, აგერ ეს და ამას უსმინეთ. ნახეთ რა თქვა? შიოლაშვილს კი არო. როდესაც იოანე ნათლისმცემლის ისიება გახსოვთ, წყალში ჩადგა და იორდანეზე რო იღებს ნათლისღებას, იქიდან ტრდის მსგავსი სულიწმინდა დაივანა და აკვეთ გაერთიანდა ერთში სამი. მამა ძე სულიწმინდა. ხმაკი ყველამ გაიგონა რაღაც რომ აი აჰა ეს ჩემი საყვარელი ძე მოვიწონე მე, ამას უსმინეთ. იესოს უსმინეთ. მთელი წიგნი ეს არის. ამის გარდა ჩვენ ყველა სხვას უსმენთ. ამიტომ უსმინეთ იესოს და უსმინოთ იმას, ვინც იესოს სიტყვას გადაგებს. ასე რომ ამან გამოავლენა, აი მამა დაგვანახა როგორია და არავინ არ მოსულა იქიდანაო, ვინც თქვა, ეს ხო არც დაფიქრებულა. როგორ აბა იესო ვინ იყო? და მით უმეტეს რას დადიხარ ტაძარში. აღდგომას რა არის ეგ, რა ფოკუსებია? არანაირად მეგობრებო, არა თუ კიდე ოდნავ ეჭვი გაქვთ კიდე ამაში, იმუშავებთ ამ ეჭვის აღმოსაფხურლად, დარჩენილი სიცოცხლე, დარჩენილი ცხოვრება მოამზადეთ იმას, რომ არანაირად ეჭვი არ იყოს ამ კითხვაზე და იყოთ დარწმუნებული ძალიან ისეთ და როცა თქვენ დარწმუნდებით, ამას ისე წყნარად მშვიდად გადასცემთ მსმენელს და არც აღელდებით და არაფერ. პირდაპირ გვეუბნება სულიწმინდა რომ თქვენი რწმენა აპოლოგეტი უნდა იყოთ, დაიცვათ თქვენი რწმენა მშვიდად, წყნარად, ესე გადაეციო. პირველი პეტრე 3:15. წაიკითხეთ რა წერია იქა? რა კაი რამე წერია? ასევე კოლოსელთა 2:8-ში წერია. არ აყვეთ ადამიანური ფილოსოფიას, გადმოცემებს, ტრადიციებს, არ შეურიოთ ეგო. მართლმადიდებლობაში ყველაფერი შერეულია. დარღვეულია ყველა ღმერთი. მამამ თქვა, იესოს მოусმინეთ. მამა ძე სულიწმინდა ფილიპეს ქრისტე ეუბნება. რა ხანია თქვენთან ვარ და ვერ ხედავთ? მამას, მაჩვენეო მამა. აგერ მე და მამა ერთი ვართ. ასე რომ კიდევ და კიდევ შეიძლება გამეორების თვალსაზრისით ეჭვს ხო სატანას შემოაქვს. ყოველ დღე ეს არის ბრძოლა. ვისთან? სატანური აზრებისგან. ადგებით დილით და ბრძოლა იწყება. დაწვევით ბრძოლა დამთავრდა.
შეიძლება სეზამარშიც გაგრძელდეს. ადგებით ისე ბრძოლა მიდის. გვიტევს ყველა. ხო, ფიქრები. აი ესე ეჭვები შემოდ. ამიტომ მებრძოლი ქრისტიანი არის დაპირი გაგებით კაი მებრძოლი. არ უშვებს ცნობიერებაში მტერს. ღმერთის მტერი მოწინააღმდეგე სატანა არის სულიერი არსება, ულამაზესი, უჭკვიანესი, უგონიერესი. უკვდავი. როგორ ასლაპარაკობთ? გაქრობა თუ არის რა, მაშინ ეს ზღაპრები რა თმიდა? მაშინ სატანას რა მნიშვნელობა აქვს? მაშინ ეს ორისთვის განკრულა ჯვარზე. თუ გავქრებით რა საჭიროა ჯვარცმა, რა საჭიროა გამოსყიდვა, რა საჭიროა ეს ტაძრები. მთელი მსოფლიო გამოთაყვანებულა ესე იგი. დიახაც სწორედ სამყაროს შემოქმედს, რომელმაც შექმნა სამყარო, უნდა შემოსულიყო ცოდვა დაცემული სამყაროში და ცნობა მოეტანა, რომ ის არის. და არა ქვა არის ღმერთი და არა ხე არის და არა პანთეიზმი და არა პანენთეიზმი და არა თეიზმი და არა ათეიზმი და არა დეიზმი. არის იესო ქრისტე მხსნელი მირონცხებული მამის მიერ და მას მოყევითო. მას მოусმინეთ, მას წამოყევით. აი ამ გზაზე ვიაროთ და გარდაცვალების პროცესში დაუძახოთ მას, ის გვისმეს და გადაგვიყვანს. ივარჯიშე თამაში, ნამდვილად ზღაპარს არ გეუბნები. ორგანიზაციის წევრი კი არა ვარ და ლიდერი რო გინდა თუ არა გაგაწევრიანოთ ჩემთან მეთქი. საერთოდ არ მე მარტოობა მიყვარს, მე და მარტო ცხოვრება, ზედმეტი ხალხი გულსაც მიწუხებდეს. და როცა ორგანიზაციის ბელადი იძახის, ამას უნდა მეტი წევრები მიიზიდოს და იქიდან შემოსავალი ქონდეს. მართლმადიდებელი მღვდლის გასაგებია ახლა მრევლი არ დაკარგოს დღე და ღამე მაგას უჩიჩინებენ. ეს ახლა ეს ხო იცით თეატრალობა ჩვენ არ გვინდა.